და აი ის კვირა დღეც, როდესაც შუადღე ლაივშია პირდაპირ ეთერში. როდე ლაივია პირდაპირ ლაივშია. გამარჯობა, ხალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო წამყვანებო და ძვირფასო სტუმრებო. როგორი ნათელი და ლამაზი და ფერადი ხალხია ჩვენთან, მე მგონი არავის უკურსო სტუდენტები არიან დღეს ჩვენი სტუმრები და გულამაზებენ და არა მხოლოდ გაგულამაზებენ, არამედ გვესაუბრებიან იმ ძალიან დიდ პრობლემებზე, რომელიც დღეს სრულიად საქართველოს და მათაც დაუდგათ სამწუხაროდ. პრობლემები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, მიმდინარე პროცესებში, რა თქმა უნდა, აპროტესტებენ, ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დაიკავა საკუთარი უნივერსიტეტის ფოიები და ასე სხვადასხვა სივრცეები ათენებენ ღამეებს. ილიაუნი მოკლედ სამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეულ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრიუნი, აგრუნი, ეს ის უმაღლესი სასწავლებლები, მოკლედ სადაც პროტესტებას ყოფენ და გუში სეუს სტუდენტებს გაუთიშეს ელექტროენერგია და გათბობა და მოკლედ აი ესეთ პირობებში უწევთ მათ ყოფნა. იცით რა, არა მარტო ის რომ ზამთარში ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე არიან, ძალიან რთულ პირობებში უწევთ ზოგადად პროტესტის გამოხატვა, ზოგადად საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა და ყველაზე მთავარი არის ის ამბავი, რომ სტუდენტები, განსაკუთრებით სტუდენტები, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ესეა, მაგრამ განსაკუთრებით სტუდენტები არიან ყველას გამოვლილი გვაქვს ეს პერიოდი, ჩვენც ვიყავით სტუდენტები და ვიცით როგორი შეუპოვრები ვიყავით, უშიშრები ვიყავით, ჩვენი იდეისთვის ბრძოლას, აი არ ვიცი, ყველაზე წინაყენებს, ყველაფერს აბსოლუტურად და ის ადამიანები, როდესაც გონიათ რომ სტუდენტები რაღაცას თამაშობენ, დაიღლებიან, შეეშინდებათ, ორს დავიჭერთ, სამი გაიქცევა, არა, პირიქით არის ამათ შემთხვევაში და რა ვიცი, ჩემი რჩევა არ ჭირდებათ რაღაცები კოც ფორმირებას უსმინეთ სტუდენტებს. სხვასაც არ ექნება. არ არიან მარტივი ადამიანები. მე სანამ დავიწყებ საუბარს ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან, პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო და ძალიან უსაზღვროდ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ყველა სტუდენტს იმისთვის, რომ იბრძვით თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი მომავლისთვის, ჩვენთვისაც, ჩვენ რა თქმა უნდა თქვენ გვერდით ვართ, ზურგს გიმაგრებთ, ასე ვთქვათ და მოდი დავიწყოთ თემოსგან თუ შეიძლება თეატრალური უნივერსიტეტის წარმომადგენელია ნეპოტიზმი რა თქმა უნდა ხა თეატრალური უნივერსიტეტი გაიგო და რა სიზა არა იცი რა 17 დეკემბრიდან თეატრალურ უნივერსიტეტში არიან სტუდენტები და ღამეს იქ ათევენ და მათი მოთხოვნაა რომ გიორგი შალუტაშვილი გადადგეს და გათავისუფლდნენ რა თქმა უნდა ყველა უკანონოდ დაჭერილი პატიმარი რა ხდება თეატრალურ უნივერსიტეტში თემო გითხარი გამარჯობა მოგესალმებით თქვენს მაყურებელს ჩვენ 17 დეკემბრიდან ვართ თეატრალურ უნივერსიტეტში უკვე 34 დღის მანძილზე ვიკავებთ ჩვენი უნივერსიტეტის ფოიეს ვითხოვთ ყველა უკანონო დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლებას ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ასევე ჩვენი რექტორის გადადგომას ჩვენ თავიდან არ შევსულვართ მესამე მოთხოვნით მხოლოდ ორი მოთხოვნა გქონდა, მაგრამ შემდეგ ისეთი ნაბიჯები და ქმედებები გააკეთა ჩვენმა რექტორმა, რომ მოგვიწია ეს ნაბიჯი გადაგვეცა. ჩაგერთებ, მე მახსოვს, რომ გინდათ მასთან შეხვედრა გიორგი შალუტაშვილთან, თუმცა გიორგიმ რაღაც გარკვეული მიზეზები დაასახელა და არ მოვიდა შეხვედრაზე. კი, ზუსტად, ჩვენ თავიდან შევედით იმის მოთხოვნით, რომ შეგხვედროდა ჩვენი რექტორი. და თავის პირადი პრობლემებიდან გამომდინარე გადაგვიდო შეხვედრა. მაგრამ როდესაც შევედით და დაინახა ჩვენგან ქმედება რომ არ ვაპირებთ იქიდან გასვლას პირველივე დღეს დილის 7-ის ნახევარზე მოვიდა როდესაც უკვე შეცოტავებულები ვიყავით და უკვე დაღლილები ვიყავით და თითქოს ყველანაირ დათმობაზე მოდიოდა იმის სანაცვლოდ რომ იქიდან გავსულიყავით მაგრამ ჩვენგან მიიღო პასუხი რომ არ დავტოვებდით თაკაურობას სანამ იმას არ მივიღებდით რაც გვინდოდა ჩვენ გქონდა საუბარი სოლიდარობის ტექსტზე იმიტომ რომ ის არ წერდა თეატრალური უნივერსიტეტის სახელით სოლიდარობის ტექსტს თავისი ყოფილი სტუდენტების ლექტორების და ასევე მოქალაქეების მიმართ რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები ახლა უკვე 34 დღის თავზე თავს კიდევ უფრო კარგად გრძნობთ, იმიტომ რომ სხვა უნივერსიტეტები შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში და ჩვენი ფორმებით აგრძელებენ ისინი ბრძოლას, იკავებენ ფოიეს
და მჯერა რომ ჩვენი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ამ ბრძოლაში ჩვენს მიზანს ერთობლივად მივახცევთ. წარწერებიც იყო წინ, რომელიც ჩამოგიხსნეს. თუმცა შემდეგ რამდენჯერმე. კი, მაგრამ მაინც ჩვენ გქონდა ასეთი სიტყვა თქვამი, რომ რამდენსაც ჩამოგიხსნით, ორ იმდენს დავკიდებთ და ასეც მოხდა. ახლა უკვე ჩამოვკიდეთ და ისევ ადგილზეა ჩვენი ბანერები და ყოველთვის ასე იქნება. როდესაც კიდე ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც ჩამოვკიდეთ პირველად ხელახალი არჩევნების ბანერი, რომელზეც ეწერა ხელახალი არჩევნები, მაგის შემდეგ ჩვენ მივიღეთ სადამსჯელო ღონისძიება და გვითხრეს რომ ჩანაცვლება შეუძლებელი იქნებოდა და საჭმელს მხოლოდ ღრიჭოდან შემოგვაწოდებდნენ. ორი დღის მანძილზე 7 სტუდენტი ვიყავით შიგნით და შემდეგ ადამიანები, ჩვენი ყოფილი სტუდენტები, ჩვენი ახლანდელი სტუდენტები და მოქალაქეები დაგვიდნენ გვერდში, იმდენი შევძელით რომ საჭმელი შემოგვაწოდეს. მაგრამ აქ საჭმელზე ჩვენ ამდენი ხანი ვიქნებოდით მშვიერი, მაგ არ არის მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიცით რომ ბევრი რაღაც გადატანა მოგვიწევს და ყველაფრისთვის მზად ვართ. მთავარი ის იყო და საგანგაშო რომ ჩვენ რექტორს მოუვიდა თავში აზრად ის რომ ბავშვებს საჭმელს არ შევაძვნით. ეს იყო ის ბოლო წვეთი, რამაც გადაგვაწყვეტინა რომ მისი გადადგომა მოგვეთხოვა. და მე მგონი ამაში არც არავინ არ გაგვამტყუნებს. ეს ყოველ მოთხოვნა რაც მე დაამატეთ რეალურად. კი, დავამატეთ, ის იყო მე-12 დღეს. 12 დღის მანძილზე ჩვენ რექტორის გადადგომაზე სიტყვა არ გვითხოვს. ძალიან მშვიდობიანად კიდევ მოგეგვარებინათ ყოველგვარ გადადგომის გარშე. კი, მშვიდობიანად ახლაც ვაკეთებთ, მაგრამ ხო, ამან განაპირობა ის რომ მისი გადადგომა მოვითხოვეთ. კი ბატონო. არ არის მარტივი სიტუაცია, აშკარად, იმიტომ რომ როდესაც სტუდენტებს ეუბნები უარს საკვების შეტანაზე, მგონი აქ რაღაცა სხვა მიმართულებით. საერთოდ რთულია რაიმე კომენტარის დაკითხვა, საუბარის გაგრძელება ამ ყველაფრის მერე მართლა ძალიან რთულია, ნუ ჩემთვის. გადმოვალ თათიას, რომელიც სეულს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. ძალიან რთულ პირობებში იმწევთ ასევე ყოფილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ და მოდი თაზენა მოგვიყვე რა სიტუაცია ახლა, იმიტომ რომ გუშინ უკვე როგორც აღვნიშნეთ, გათიშეს-დენი და გათბობა და ძალიან რთულია, მით უმეტეს გუშინ განსაკუთრებით ციოდა, უნდა აღვნიშნო ეს ფაქტი ნამდვილად, განსაკუთრებით ციოდა და როგორი პირობები ამ შემთხვევაში როგორ ვიძლებთ ელემენტარულად აი ამ პირობებს. მე მგონი გადასარევად. იცი რა არის გადასარევად კი ნამდვილად გაუძლებენ, მაგრამ ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე. არსებობს რაღაც. საერთოდ არ გამყინვართ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გავერთეთ შიგნით. ვიცეკვეთ ვიმღერეთ, ვიმხიარეთ, ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდებით შიგნით. უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება. იმასაც მივხვდით, რომ აი ძველი ხალხი მართალი ყოფილა, რომ შუქი არ გქონდა, მაგრამ კომუნიკაცია გქონდა. ურთიერთობები იყო. კი ბატონო. ურთიერთობები იყო. უფრო მეტად გავიცნობთ ერთმანეთს. ისე კოცებს მადლობა უნდა უთხრათ, მაგრამ რუსთაველზე რამდენი ადამიანი დაახლოვა ერთმანეთს ამ აქციებმა და ცოტა გაჯეტებმა გადაიწია მეორე პლანზე და ხო, ფიზიკური ურთიერთობა შეიქმნა. მოდი შეიძლება გაგაწყობინე. მოდი ხო მეც რო გაგაწყობინე, უბრალოდ ჩაგეკითხები აქვე რამე ინფორმაცია გაგვთ თუ არა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ახლა მომავალში ვთქვათ ის დენი და გათბობა და შეშო. ხო, ჩვენ მივიღეთ ესეთი პასუხი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, რომ შუქი ითიშება ყოველ შაბათს ღამე, ორ შაბათს დილამდე, სანამ სასწავლო პროცესი არ აღდგება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უნივერსიტეტში არის სამუშაო ღონისძიებები, რაღაცეები, თუნდაც არის ყინულის მოედანი, როგორც ვიცით, უნივერსიტეტის პირველ სართულზე და ანუ ვიცით, რომ იქ ბავშვები, ანუ არა მარტო სტუდენტები, სასწავლებლად შედიან და ეს ნორმალური ფაქტია, ანუ ოღონდ კონტროლდება ვინ შედის და ვინ გამოდის, რა თქმა უნდა. შუქის ჩართვასთან და გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით რაც შეეხება, ჩვენ გაფრთხილებულები ვიყავით, რომ გაითიშებოდა შუქი, მოვიდა დაცვის თანამშრომლები, შემოვიდნენ და გვითხრეს. ჩვენ ესეთი სიტუაცია გვაქვს, რომ შაბათს ღამე, ორ შაბათს დილამდე უნდა გავთიშოთ ელექტროენერგია და შესაბამისად გაითიშება გათბობაც. გთავაზობთ აუდიტორიას, რომელიც კი, ფოტოშიც ჩანს, რომელიც გავრცელდა და ნამდვილად მეტად კომფორტულია, კარგად მოწყობილია,
განათებული აუდიტორიაც არის ასე შემდეგ. დიდი აუდიტორიაც არის და ბევრი როცა ვიქნებით უკეთესად დავეტევით და ასე შემდეგ. ნუ გუშინ ძალიან ბევრი ვიყავით და ცოტა ვიწროთ გვეძინა. არა ვთქვით გავთვით, ეგ არ იყო პრობლემა. ხო. გითხრეს რომ ანუ მაგ აუდიტორიაში გვთავაზობდნენ გადასვლას. უნდა გადავსულიყავით. ჩვენ ვუთხარით რომ ჩვენ აქ არ ვართ კომფორტული აუდიტორიის გამო, არ გვჭირდება რაღაც ლაქშერი აუდიტორიები და კომფორტული რაღაც სკამები და საწყობლები, არ ვითხოვთ მაგ ყველაფერს. ჩვენთვის პრინციპის საკითხი იყო უბრალოდ აუდიტორია 3-4-ში დარჩენა. გამომდინარე იქიდან, რომ 3-4 არის სეუს ახალ კამპუსში, არის გამჭვირვალე აუდიტორია, გზის სავალი ნაწილიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ აუდიტორიაში პროტესტია, იმიტომ რომ გვაქვს ბანერების გადმოკიდების საშუალება, დროშების გადმოკიდების საშუალება და ასევე უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიიდანაც ყველა გამლელი და გამლელი იძულებულია, რომ დაგვინახოს და შეხედოს ამ ყველაფერს. მგონი სეუს სტუდენტია დაკავებული, ხო, მართალია. კი, კრიმინალური ხო და დაკავებული, ითხოვთ რა თქმა უნდა. ვითხოვთ სოლიდარობა გამოუცხადოს უნივერსიტეტმა თავის დაკავებულ სტუდენტს. ირაკლი მემინაშვილი პირველი არ არის სეუს სტუდენტებიდან, ვინც დააკავეს. ირაკლის გარდა კიდევ 3 სტუდენტი იყო დაკავებული. არც ერთზე რატომღაც პრობლემა, პრეტენზია ან სოლიდარობა ან რამე მსგავსი არ ყოფილა და უბრალოდ გვინდა რომ მე აი ზუსტად ჩემი დამოკიდებულება ის არის რომ მე თუ დამიჭერენ ვიცოდე რომ ჩემი უნივერსიტეტი, ჩემი მეგობრები, ჩემი კურსელები ჩემს გვერდით ირიგებიან და ძალიან დიდი ძალა მექნება უბრალოდ რა. არც შიგნით შემეშინდება რამის, იმიტომ რომ ეცოდინება რომ ჩემს უკან ბევრი ადამიანი დგას ჩემს გარდა. რა თქმა უნდა, ძალა ერთობაშია და ძალიან დიდი მადლობა თქო. ხო, მარტო უნივერსიტეტი არა. ხო. აბსოლუტური უმრავლესობა რას იმ ადამიანების გვერდით გამოვალ საპყრობილიდან ელემენტარულია რომ მე უნივერსიტეტში დაბრუნება უნდა მინდოდეს. უნდა მიმესვეროდეთ იმ უნივერსიტეტში მე ეგ არის რა. მესმის. ძალიან დიდი მადლობა თეთია, ძალიან დიდი მადლობა. გვაქვს დაგვერთვებიან. ბათუმის შოთაურისეურის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია არჩილ ბერიძე არის ახლა ჩვენთან ერთად. არჩილ, გამარჯობა. ბათუმი იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც სტუდენტებმა პროტესტი დაიწყეს და შემდეგ უკვე შეუერთდა ძალიან ბევრი სასწავლებელი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოგვიყევით რა ხდება თქვენთან უნივერსიტეტში. მე რამდენი დღეა, რა ვითარება, როგორი შემართება და ასე შემდეგ. და თქვენი მთავარი მოთხოვნა რა თქმა უნდა. პირველ რიგში მივესალმებით ტელემოყურებელს. მადლობა რომ მოგვეცა საშუალება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ასე დიდი ეთერიდან და ბევრი მაყურებლის თვალწინ ჩვენი სათქმელი ხმამაღლა გავაჟღეროთ. როგორც მთელი საქართველო 15 იანვარს ჩვენც გავიფიცეთ, შევერთით ამ საყოველთაო გაფიცვას, შევედით უნივერსიტეტში, საკონტროლო ღამის გათევის საკონტროლო ღამის გავათენეთ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან პირველი მთავარი მოთხოვნა რაც გქონდა იყო დაკავებული სტუდენტების მიმართ სოლიდარობის გამოცხადება, უпростоრად უკანონოდ დაკავებული სტუდენტების, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ პოლიცია როგორ დასდევს მიტინგებს, ბათუმშიც იგივე ფორმით უკვე რასაც აკეთებდნენ თბილისში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემი მეგობრები, ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ასევე დაიჭირეს სრულიად არაფრისთვის, ზოგი პლაკატის გაკვრის მცდელობისთვის, ზოგი უბრალოდ აქციაზე დგომისთვის. და სასამართლო პროცესი მათ ედავებოდა პოლიციელის გინება, შეურაცხყოფას, უშვერი სიტყვებით მოხსენიებას, მაშინ როდესაც არანაირი კადრი არ ყოფილა წარმოდგენილი, არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. ეს იყო უბრალოდ წინასწარ შეკერილი პროცესი, როდესაც პოლიციას გუშინ თქვენს ეთერშიც გაჟღერდა ეს ამბავი, სწორედ გებუაძესა და ბესელიას ეგრეთ წოდებული კლანის საშუალებით დაიჭირეს ჩემი მეგობრები. პირველი სტუდენტი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიჭირეს, იყო მათე ცენტრაძე. ამას შემდეგ მოჰყვა დაკავებები, ბევრი ადამიანის დაკავება და მათ შორის დაიჭირეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძეც, რომელიც ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება, სასამართლომ მას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო როცა უნივერსიტეტის რექტორს მოუთხოვეთ და ადმინისტრაციას მოუთხოვეთ რომ დაეფიქსირებინა პოზიცია და მხარდაჭერა გამოეცხადა სტუდენტებისთვის,
სამწუხაროდ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეეშინდა პოზიციის დაფიქსირების არათუ ხმამაღლა ჩვენთანაც კი ვერ გამოხატა პირად საუბარში მხარდაჭერა მათ თქვეს რომ სტუდენტის დაჭერა ცუდია მაგრამ არანაირი ღია მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ არც უკანონო დაკავებაზე არც ზოგადად დაკავებულ სტუდენტებზე და ყველა სამწუხარო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ის არის რომ ჩვენ როცა 14 ნოემბერს შევედით უნივერსიტეტში და ვაპროტესტებდით ზოგადად გაყალბების პროცესში, არჩევნების გაყალბების პროცესში საგანმანათლებლო სისტემის მონაწილეობას, მაშინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იუარა და თქვა, რომ უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი, პარტიისგან ნეიტრალური, მაგრამ რამდენიმე დღეში ამ უნივერსიტეტში ტარდება არჩევნები, რომლის კანდიდატი არა მხოლოდ ქართული ოცნებიდან, არამედ ღია დუტყვის სუსიდან არის ტიტი აროშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი ქართული ოცნების სიით. და აკადემიური საბჭოც, აკადემიური პერსონალიც სამწუხაროდ დუმს მათი მხრიდან ამ რეალობაზე შეგუება და ხმის ამოღება არ ვიცი, ის ფაქტორიც შეიძლება იყოს და იმის რომ თბილაც ხედან თვითონ სკამებში და მაშინ როცა ჩვენ სტუდენტები ხან ღამეს ვათებთ უნივერსიტეტის კედლებში, ხან გარეთ ვდგავართ აქციებზე, წვიმაში, ქარში, სიცივეში, მთავარია თვითონ თბილად იყვნენ სკამებში, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის, ქართველი ხალხის მოთმინებაც უფრო ძლიერი მგონია ვიდრე ბიძინა ივანიშვილის, იმიტომ რომ ხშირად ვამბობ ეს არის ნერვების ომი და ამ ნერვების ომში ქართველი ხალხი როცა გაიმარჯვებს ეს ადამიანები რომლებიც დღეს ჩუმად არიან და ვიტყვი რომ მათი სიჩუმე იმაზე მეტად ხმაურიანია ვიდრე ჩვენ ვხმაურობთ იმიტომ რომ ყველაფრის მთქმელია იმის თუ როგორ ეგუებიან ისინი სისტემას და როგორ უწყობენ ხელს ამ ადამიანებს მოუწევთ დატოვონ უნივერსიტეტი იმიტომ რომ უღირსი და ჩუმი სისტემასთან შემგუებელი ადამიანების ადგილი არ არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან დიდი მადლობა და ძალიან სწორად ძალიან კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვი აი ფაქტიურად ჭადრაკია ეს აქ არის ნერვების ომი ვისაც უმტყუნებს ნერვებს ვინც აყვება რაღაცა პროვოკაციას და ასე შემდეგ ის შეცდომას დაუშვებს და მე რასაც ვხედავ ხო ვინც უშვებს ძალიან დიდ შეცდომას კი ბატონო და უნდა დაველოდოთ დაუშვებენ აუცილებლად შეცდომას და არ ვიცი აი მთელ აჭარას მართლა კეთს ვიხრი თქვენს წინაშე არაჩვეულებრივი ადამიანები ხარ და ყოველთვის რაღაცნაირად ავანგარდში იყო აჭარა კი ბატონო მართალია ისტორიულადაც ნამდვილად ვერაფერი შეაჩერებს არის ამ ძალიან დიდ მუხტს და ენერგიას რასაც სტუდენტების ენერგია ქვია იმიტომ რომ ეს კითხვასაც დაგისვავ რა და ყველასთან დავსვავ ამ კითხვას აი ამდენი დაჭერებით, ამდენი დარბებით, ზალადობით და ასე შემდეგ, რაღაცნაირად ფიქრობ, რომ შესუსტდა თქვენი მუხტი და უფრო დაიხიეთ უკან და შეშინებულები ხართ? ძალიან ვატყობ. არა, ეს ივანიშვილს და მის კლანს ასე ეგონა, რომ თუ დაგვიჭერდნენ ჩვენ გავჩერდებოდით. ამ დაჭერებით მე ვფიქრობ ორგანიზატორებს ეძებდნენ, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ამ აქციების, ამ საპროტესტო მუხტის ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი და მაშინ მოუწევთ ყველა დაიჭირონ, იმიტომ რომ ერთის დაჭერას მოყვება 10-ის გარეთ გამოსვლა, 10-ის გაბრაზება და ეს მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თან მაშინ როცა ჩვენ უკანონოდ გვიჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნები, სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოს წარმომადგენლები ამას ყველაზე კარგად ხედავენ და სანქციები იმიტომ მოხდა ყველაფერი ეს საგარეოს ეწოლა რომ ჩვენმა შიდა პროტესტმა გამოიწვია ივანიშვილის გაღიზიანება, დაგვერია ყველას უკანონო, დაგვიჭირა და საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა რომ ეს არ არის დემოკრატია, ეს პირიქით არის დემოკრატიის აღმოფხვრა, ასე ვთქვათ და ამის გამოც მიიღო სანქციები და არა, მე არ მეშინია, არც ჩემ მეგობრებს არ ეშინიათ პირიქით. გუშინ წინ გამოვიდა ჩემ მეგობარი ციხიდან, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია ასევე და სხვა ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ბათუმში დაიჭირეს და ორმაგად მოტივირებულები არიან და უფრო მეტი მუხტი გვაქვს, უფრო მეტი ენთუზიაზმი და ჟინი გვაქვს, რომ ქართული ოცნება გავუშვათ პოლიტიკურ მოუსწავლეთში, იმიტომ რომ ეს ადამიანები საერთოდ აღარ უნდა გაეკარონ ძალაუფლებას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ გადავიდეთ ალბათ იგივე კითხვით გათაცინცაბაძე არ შემიშალს ფრიული და აგრარული. ხო, ფრიული. კი ბატონო. შევიდა წარმოადგენს. კი ბატონო.
მოდი გადმოვალ შენთან, იმიტომ რომ აი ნიკა დასვა ისეთი რიტორიკული და რა თქმა უნდა კითხვა რომელიც პირდაპირ თქვენ არ გეხებათ, იმიტომ რომ ნამდვილად ხედავთ თქვენ ძალიან დიდ შემართებას, თუმცა მოდი მოგვიყევით თქვენთან რა სიტუაცია და რამემ თუ შეგაშინათ საერთოდ აი ამ პერიოდის განმავლობაში. ხო, ну ჩვენთან ახლა ლოკაციაც არ გვიწყობს ხელს და ადმინისტრაციაც არ გვზღუდავს აზრის გამოხატვაში, ამიტომაც შეიძლება რომ ჩვენთან ამ აქტს უფრო სიმბოლური დატვირთვა ქონდეს ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში, სადაც თუნდაც თავიანთ რექტორებთან უწევთ ბრძოლა, მაგრამ როგორც განვიხილეთ და ვისაუბრეთ, ძალიან კარგ საშუალებად იქცა ეს, რომ შეგვექმნა რაღაც სივრცე, სადაც შევძლებდით, რომ გვემსჯელა ჩვენს სამომავლო გეგმებზეც. და იმაზე თუ ის გაკეთება გსურს მომავალში და ამ ხრივ ძალიან სასარგებლო გამოდგა ეს ჩვენთვისაც იმის და მიუხედავად რომ როგორც ვთქვი, შეიძლება რომ ეს პირდაპირ ბრძოლა ჩვენს ადმინისტრაციასთან არ გვიწევდეს, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი ალბათ ყველასი და მათ შორის ჩვენი სტუდენტებისაც არის ის, რომ ეს რაღაც გასცდეს აუდიტორიებს და გასცდეს უნივერსიტეტებს და მინდა რომ თქვენმა მაყურებელმაც, მათ შორის ხდასქმებულებმაც იფიქრონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ პროფესიულ სივრცეში. გვაქვს უკვე ძალიან კარგი მაგალითები, თუნდაც მსახიობების, თეატრის წარმომადგენლების და ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ უფრო მეძე და მეძე ვიფიქრებთ. და არ ვიცი, შეიძლება ვწდები და რაღაც ეგრეთ წოდებული ბაბლიდან ვსაუბრობ, მაგრამ რაც ჩემი აზრით გამოარჩევს ამ აქციებს, თუნდაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებისგან არის ის, რომ ყოველთვის მესმის არა ნიჰილიზმი, არამედ ის თუ აი კიდე რა გავაკეთოთ, კიდე როგორ ხო, მეტი რისი გაკეთება შეგვიძლია და ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია და ამას თუ შევინარჩუნებთ, ჩვენს მიზნამდე აუცილებლად მივალთ. და შეშინებას დაშინებას რაც შეეხება, დავეთანხმები ბათუმელ სტუდენტებსაც, რომ რეალურად ჩემი აზრით შეუძლებელია და უკვე ნათლად ნახეთ, რომ ამას ყოველთვის ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ქმედება გამოიწვევს უკუქმედებას. და განსაკუთრებით სტუდენტების შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდგებით და იმის და მიუხედავად თუ რომელ უნივერსიტეტში ვსწავლობთ, ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. აუცილებლად ეს ეკიპაჟიც არ მეპარება. მე მგონი ლიზისთან უნდა გადავიდეთ, რომელიც კიდევ შეშინებული, ხო? წარმომადგენელი. ლიზის სარდაშვილი, რომელიც მე არ დამავიწყდება ლიზის ძალიან გულწრფელი ცრემლები, ალბათ არავის არ გავიწყდება. ლიზი, რა ხდება ამჯერად სასწავლებელში, რა სიტუაციაა? კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა, ხო? ახალი არჩევნები და თავისუფლება ყველა რეჟიმის დღეს. მე ვიზიარებ თქვენს პოზიციას, არ გვაქვს ჩვენ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება, მკაფიოდ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი მოთხოვნა არ არის ადმინისტრაციასთან მიმართებაში, არამედ არალეგიტიმური მთავრობასთან დაკავშირებულია. მეორე თქვენი ფრაზა, ორს დავიჭერთ, სამს გავაქცევთ ფორმულა არის არასწორი, ხო? დაჭერილია ორი ილია უნელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი. ლუკა ნაცვლაშვილი და რატი ტყემალაძე. მე ვფიქრობ, ჩემი რაკურსით ასეთია. მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს იმის, რომ ვიჯდე აუდიტორიაში მაშინ, როდესაც ჩემი თანაკურსელი გვერდით არ მისის. და მისი სკამით სარიელია, იმიტომ რომ საკანშია. არავის არ აქვს ამისი უფლება. ბრძოლის ვალდებულება გვაქვს. ეს არ არის უკვე არჩევანი, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც უნდა ავიღოთ ყველამ ჩვენს თავებზე. მეორე მხრივ ილიას სახელით უნდა ვთქვა ის, რომ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, როდესაც ილიას აკორპუსში შედიხართ, პირველი ბანერი, რაც თვალში გვხვდება, ეს არის დაუმორჩილებლობა. დაუმორჩილებლობა, რომელსაც ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა გამოხატავს ყოველ საღამოს 9 საათზე ბალაკლავებით ფეიერვერკების გამოყენებას. და ეს არის სიმბოლური აქტი. შესაბამისად, ესეც წინააღმდეგობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა ჩვენი მხრიდან. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენში არანაირი ნიჰილიზმი არ არის. პირიქით, თუნდაც ამ მედიაში მოსვლა, ამ სტუდიაში ამ ბავშვებთან ერთად ჯდომა, ჩემთვის უკვე დიდი мотиваცია. მათი სიტყვების მოსმენა, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ, უკვე დიდი мотиваცია. ჩვენი ურთიერთკავშირი, კადრს მიღმა, ეს ჩემთვის დიდი мотиваცია. ჩვენი კოორდინირება ერთმანეთთან, ერთობლივი აქტივობები ძალიან დიდ მნიშვნელობას არტარებს. თუნდაც ის, რომ ყოველ საღამოს, შუადღესთან საღამოს დაკავებულების სახელებს ვაჟღერებთ ჩვენი აუდიტორიებიდან თუ ფოიეებიდან. ეს უკვე ერთობლივი აქტივობაა, მადლობა ამისთვის ყველა თქვენგანს.
დიდი მადლობა. აი ისე საუბრობთ, რომ არც კითხვის დასმა მინდა, არც შეგაწყვეტილ საუბარი. მე არ ვიცი, რა ვიცი. ხო, მე ძალიან მინდა რომ იმ ადამიანებს მიმართო, ვისაც ეს ახალგაზრდები კიდე რაღაცნაირად გონიათ, რომ ვიღაცის მიერ მოტყუებულები და ისინი არიან, რა ქვია, არ ესმით, რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, არ ესმით კი არა, ისე კარგად ესმით, რომ დავამატებ თუ შეიძლება. მათი ბუნებრივი მდგომარეობაა ეს და ძალიან გააზრებული ყველაფერი. ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ შევედით შენობებში, რატომ დავიკავეთ, რა მიზანი გქონდა. პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო სივრციდან გაჟღერდეს ჩვენი ხმა. სტუდენტების აზრი დაფიქსირდეს. ეს არ იყოს მხოლოდ აქციებიდან და რუსთაველის გამზირიდან დაფიქსირებული აზრი, ჩვენი ხმა უნდა ჟღერდეს ხმა მაღლა, მკაფიოდ და ამაზე უკეთეს ადგილს ვერ უნახავდით ხო ჩვენ სტუდენტები. შესაბამისად ჩვენ სივრცეს ვიყენებთ ამისთვის. რაც უფრო მეტი პოლიტიკური და რაღაცა პროტესტის კერა ჩნდება, მით უკეთესი ჩვენი პროცესებისთვის. მეორე მხრივ იმის თქმა მინდოდა, რომ არ არის მხოლოდ ეს ორი მიზანია ხო ჩვენი ახალი არჩევნებიც და პატრონების გათავისუფლებაც. ამას აქვს თავისი მიზეზებიც. მე მაგალითად ვერ აღვიქვამ პოლიციელს გმირად, რომელიც სხვა ეკიპაჟს ელოდება საკუთარი თავის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმისთვის, რომ დამნაშავე დაიჭეროს. მე მაგალითად ვერ ჩავთვლი დიპლომს ჩემი შრომის ნაყოფად, რომელსაც არ აღიარებენ განათლებაში წამყვანი ქვეყნები. და ეს პატარ-პატარა მიზეზები და მიზნები შესაბამისად ქმნის დიდ ბურთულას, დიდ სიფრცეს იმისთვის, რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ. ასე რომ მიზეზი არაერთია. უბრალოდ ამაზე ფიქრია საჭირო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ გვაძლევთ თქვენი აზრის დაფიქსირების საშუალებას, იმიტომ რომ მედიებსაც ძალიან დიდი როლი გაქვთ ამაში, მინდა ვთქვა, ყველაზე დიდი როლი შეიძლება ითქვას. მაგრამ თქვენს დიდი მადლობა ამისთვის. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც იჭერეს სამწუხაროდ და უსწორდებიან ძალისხმიერად და ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზე გუშინაც ვისაუბრეთ და აუცილებლად კიდევ ბევრს ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ აღარ მოგვიწევს ზოგადად ამ თემაზე საუბარი და ძალიან მალე ყველაფერი მოგვარდება. მე მგონი გადავიდეთ სამხატვრო აკადემიაზე. გადავიდეთ. თან უკვე მათი თვითილიძე. მარტო თქვენ რა თქმა უნდა უერთდები და იმის ძალიან კარგად თქვენ ეს პატარ-პატარა რაღაც პროტესტები არსებობს, რაც მე ერთ დიდ ერთობლიობას ქმნის და რა თქმა უნდა ის მთავარი ორი ძირითადი რჩება, რომ არჩევნები დაინიშნოს და უკანონოდ დაჭერილი პატიმრები რათა ვისუფლდნენ. რა თქმა უნდა თქვენი მოთხოვნაც ეს არის, თუმცა რა ხდება აი ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენთან სამხატვრო აკადემიაში? სამხატვრო აკადემია უნივერსიტეტის ფოიეები დაიკავა დაახლოებით 4 დღის წინ, მე 4 დღე არის დღეს. ადმინისტრაციისგან მინდა ვთქვა, რომ ხარდაჭერა ჭყალებში გვაქვს. ყოველ შემთხვევაში პრობლემებს ვერ ვაწყდებით და ხისტი დაპირისპირება არ გვაქვს. და ხელშეწყობა გვაქვს. თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო, ბათუმიდან დაიწყო, შემდეგ თესევ გააგზავნა და მერე თეატრალურში მოხდა. გაფიცავს გულისხმობდა დარჩენას უნივერსიტეტებში. ჩვენთვისაც ეს მაგალითი იყოს სოლიდარობის მიზნით შევედით და გადავწყვიტეთ, რომ იქ დარჩენილი ყავთ დაჭერილი ადამიანების სოლიდარობის გამოსახატად და დავდგომოდით ამ სხვა უნივერსიტეტებსაც გვერდით და დიდი მაგალითი იყო თეატრალური ზალის ხმევა, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, დიდი მაგალითი იყო ჩვენთვის და ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ შევერთებული ყავთ და ერთად გადაგვედგა ქმედითი ნაბიჯები. განწყობა როგორია? განწყობა შემართებით ვართ, წეღან რომ იკითხეთ თუ გვაქვს რაიმე შიში ან რაღაც. არ გვაქვს საერთოდ, იმიტომ რომ თვლი და ვისთან ერთად ასვართ და სხვა უნივერსიტეტებიც გქონია რომ ეგრე ფიქრობენ, რომ სამშობლო არა ისეთი რაღაც, რასაც აირჩევ. ესეთი მოცემულობა არის და ჩვენი სამშობლო არის ეს და მაგიტომ ვერ შეგვეშინდება და ის ადამიანები, ვინც დაიჭირეს სემეს და საავადმყოფოში იყვნენ და გამოვიდნენ და ისევ აქციებზე დადგნენ, მაგ მოტივაციით არიან, რომ თავის სამშობლოს გამოაკეთებენ და უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ შეგვეშინდეს და რაღაცით უკან დავიხიოთ, პირიქით უფრო მოტივირებულები უნდა ვიყოთ და მეტი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ ახალ-ახალი რაღაც იდეები ჩამოვყაროთ და გავაკეთოთ. ეს სივრცე ამის საშუალებას ჯერჯერობით ჩვენ გვაძლევს, რომ უფრო კომფორტულად ვიმუშაოთ და ახალ-ახალ რამეებზე ვიმუშაოთ ბავშვებთან და თუნდაც იმ სტუდენტებთან, რომლებიც შეიძლება აქციებზე დადიან, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცების გამო ვერ გვერდდებიან. თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გავიზრდებით, იმიტომ რომ 6 კაცი ვიყავით თავიდან და ეხლა დაახლოებით 50 ადამიანი ვართ.
4 დღის ინტერვალით. მადლობა. ხაზზე კი გვატყობინებენ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნოდარ სამთელაძე გვერდდება ახლა. ნოდარ, მოგესალმებით, მადლობა. გამარჯობა. იცით, თქვენი მოთხოვნაც არის, რა თქმა უნდა, ესე იგი 4 სტუდენტი არის თქვენი დაკავებული და დეკანი, ხო, სწორად ვამბობ, რომ არ შემეშალოს ეს შემისწორებ. რა თქმა უნდა, თქვენი მოთხოვნაც არის იგივე და მოდი მოგვიყევით ამ შემთხვევაში თქვენთან რა სიტუაცია რა ხდება. ჩვენთან ცოტა რთულად არის უფრო სიტუაცია. მოგესალმებით დაკავებულები როგორც ახსენეთ, დაკავებულები არიან დეკანი და სტუდენტები და რა თქმა უნდა ვითხოვთ მათ თავისუფლებას. ასევე ვითხოვთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, რომელიც არ მოვერიდებიან სწორდა რეჟიმმა დააკავა. ანუ იგივე ანდრო კიტინაძე, ვეფხეკასიძე და ასე შემდეგ, უამრავი ადამიანი. ნუ ეს რა თქმა უნდა პროტესტს იწევს ჩვენში თითოეულ ქვეყანაში და ამას იმსახურება ჩვენი ეს პროტესტიც. მადლობა მინდა უთხრა სტუდენტებს, რომლებიც ამ ერთობაში და ამ წინააღმდეგობაში იქცნენ. ყველა აი მან სამხატვროს უსმენთ და სამხატვროს დიდი მადლობა. მადლობა თეატრალურ უნივერსიტეტს და ყველა იმ სტუდენტს, ვინც აი ამ შეეძლო ჩაბმული. ნუ და როგორც ვიცით, გადადგა რექტორი, ხომ ერთელია. ამ შემთხვევაში როგორი ანუ მარჩევნებთან დაკავშირებით ინიშნება, არ ინიშნება რა ხდება? ჩვენ მაგაზეც გავაკეთეთ მოთხოვნა რომ აკადემიის გადაწყვეტს არჩევნების ჩატარებას კანდიდატურა მოგვიდგინოს და კანდიდატებმა დაგვაცნონ მათი სამომავლო გეგმები და აქედან ჩვენს პრობლემებს რასაც უცხოურ უნივერსიტეტში ვაწყდებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხი მგონია. სტუდენტები რო შეგვიდნენ და დაგველაპარაკონ სტუდენტებს. ეს მაშინ როცა პროტესტი ჩაბმული და უამრავი რამ გვაკითხებს. კი ბატონო, კომუნიკაცია გქონდათ ამასთან დაკავშირებით? კომუნიკაცია. ეს მოგვი კამპანიაში რომ უნდა მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. არ ველოდებით კანდიდატებს არ ვისაუბრეთ. გასაგებია. ზოგადად როგორი განწყობა არის ამ შემთხვევაში სტუდენტებში თვითონ უნივერსიტეტში? შემართებით ვარ მემარჯვების იმედით, რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანი არის გამართალი სიმართლე. ამ სიმართლისთვის ვიბრძვით და ბრძოლაში გამარჯვების იმედით თუ არ გაქვს, ბრძოლასაც აზრი აღარ აქვს. ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვოთ და სამართლიანი იზეიმებს ადრე თუ გვიან. აუცილებლად იზეიმებს, ნუ ძალიან დიდი მადლობა და ნუ გისურვებთ რომ ამ შემთხვევაში რაღაც ძალიან ბევრი არიან მათგან ხო პრინციპში 4 სტუდენტი და დეკანი, მოკლედ ყველას რა თქმა უნდა და თქვენს სტუდენტებსაც და დეკანსაც უსურვებთ მალე გათავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ. მადლობა. მადლობა ბათუმს კიდევ ერთხელ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაგვრჩა. აჩიგოთისაშვილია ჩვენთან სტუმრად, აჩი გამარჯობა. კი, აი ბათუმის შემდეგ მე მგონი ერთ-ერთი პირველი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც დარჩნენ სტუდენტები, დარჩით სტუდენტები და დღეს რა მდგომარეობა უნივერსიტეტში. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მესალმებით ჩვენს მენელს, ასევე მინდა მერაბდვალიშვილს მიულოს დღევანდელი გამარჯვება და საჩემპიონო ქამრის. რა კარგი ბიჭი ხარ, რა კარგი ბიჭი ხარ ეს თქვი. ასევე მერაბ ასევე მალოვა მინდა გადავხავთ თითოეულ აქ ყოფ სტუდენტს და ვინც დღესდღეობით უნივერსიტეტში არიან და ასე ვთქვათ თავის სასწავლო კერიდან იბრძვიან და კი როგორც თქვენ ახსენეთ ბათუმის შემდეგ ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი ვიყავით რომელიც ასე ვთქვათ შევიდა და დაიკავა რაღაც სივრცე უნივერსიტეტში ჩვენ თავიდან იქიდან ვიბრძოდით ქონდა რაღაც გარკვეული გეგმები რაც ასე ვთქვათ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ რა ჩვენი თანამებრძოლი თესო სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს და ასე ვთქვათ ერთ ნაბიჯის უკან გადადგმა მოგვიწია რადგან უფრო დიდი შემართებით წავსულიყავით წინ და მოკლედ ამის მერე ბევრი ვიმუშავეთ და ის მოახერხეთ რომ პატარა აუდიტორიიდან გადავედით უკვე ფოიეზე და დღესდღეობით ესეოს ფოიე გვაქვს დაკავებული სადაც ასე ვთქვათ ბევრი წინააღმდეგობა არის თუნდაც ადმინისტრაციის მხრიდან შეგვიძლია ესავიღოთ ბანერთან დაკავშირებით.
ისინი ასე ვთქვათ კატეგორიულად უარზე არიან, რადგან ეშინიათ ასე ვთქვათ თავიანთი სახელი შეელახვის, მაგრამ უკვე ყველა მის თუ თესეუს ადმინისტრაცია და ზოგადად რექტორი რას წარმოადგენს და მოკლედ ბანერის ჩამოკიდების ასე ვთქვათ უფლებას გვაძლევენ, მაგრამ ისინი მალევე ხსნიან ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ არის ერთგვარი მირაჟი. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ გაჩერებას, როგორც წეგან თეატრალურმა ახსენა, ერთ თუ ჩამოგვიხსნიან ორს დავუკიდებს, ორს ჩამოგვიხსნიან ოთხს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი უფრო ასე ვთქვათ დიდ მასშტაბებზე გადავა. ახლა კი ერთ-ერთი მთავარი რაც არის ის არის რომ სტუდენტები უნდა იდგნენ ერთად და მინდა რომ დანარჩენ სტუდენტებს მოუწოდო ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, ჩვენ უნდა გავამაგროთ ერთმანეთი და ასე ვთქვათ ძალა არის სტუდენტების ერთობაში. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ შემოვერთეთ ჩვენს ასე ვთქვათ პროტესტის ამ ფორმას და მოკლედ ამ ერთობით და ამ ბრძოლის ჟინით, რა თქმა უნდა, გამარჯვებას მალევე მივახცევთ. რა თქმა უნდა, იმერც უერთდების ამ იდეას, რომ თქვენი ერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს დღეს ნამდვილად და მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ აი იმ საოცარ ახალგაზრდებთან ერთად კონსერვატორიის ერთი სტუდენტი მაინც მენახა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ის, რაც უკვე აღნიშნე და გეთანხმებით, ამიტომ ბოლომდე ამ არში, რომ თქვენ ერთობას და ჩვენს ერთობას, რა თქმა უნდა, აქვს უდიდესი ძალა გამორიცხულია სხვა შედეგები მოიტანოს აი ამ ერთობამ თუ არა მხოლოდ ხალხის გამარჯვება. მოდი ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩება და საკითხავთ მინდა რომ მოკლედ შევაჯამოთ თუნდაც ზოგადი სიტუაცია რაც ხდება. მოლოდინი თუნდაც დავარქვათ ეს რა მოლოდინები გვაქვს? მოდით ერთად დავიწყოთ ჩვენ. თუ გნებავთ მიმართეთ თქვენი ნება. ჩემი მოლოდინები იქნება ბევრად იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობები. თუნდაც საზოგადოების მხრიდან, თუნდაც სხვა სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ჩვენ არ გვეთანხმებიან, იყო რაღაც ცდილობებიც, რომ რაღაც ბულინგით და ასე შემდეგ შეგვიწინააღმდეგებოდნენ და მათ შორის კიბერბულინგის საშუალებით. მაგრამ რა თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ საწინააღმდეგოდ გადადგამთ, ჩვენს სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. იმიტომ რომ გაგვაძლიერებს, მივხვდებით რა გაღიზიანებთ და აუცილებლად მაგას გავაკეთებთ. მადლობა კატია. ხო, მე იმის თქმა მინდა რომ ეს სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენც როცა ამაზე ვსაუბრობთ და ვგეგმავდით, იყო რაღაც ის კითხვების რომ აი რამდენად ეფექტური შეიძლება ეს იყოს რის მიღწევას ვცდილობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რეალურად ეს პრობლემა ჩემს ზოგადად საზოგადოებაშიც დგას, რომ აი ხშირად მჯობთ ხოლმე იმაზეც, რომ თუნდაც აი რუსთაველზე ამდენი დღე რო დგავართ, რა თქმა უნდა, ახლა რაღაც შეიძლება დატვირთვა კონდეს ამას, მაგრამ აი რა ემსახურება, რა შედეგი გამოიღო ამან და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ხა რა თქმა უნდა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ რაღაცისკენ მოუწოდო, მაგრამ მინდა რომ ვთხოვო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესებში არის ჩართული, რომ ნაკლები იფიქრონ ამ რაღაცაი დიად ეფექტზე, არამედ მთავარია რომ იმოქმედონ. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქმედება ჯობია უმოქმედობას. რამდენადაც შეიძლება რომ ის რაღაც კონკრეტული აქტი იმ შემთხვევაში შედეგამდე ვერ მიყავდე, საბოლოო ჯამში მაინც ემსახურება პატარა ნაბიჯს გამარჯვებისკენ. ამიტომაც ძალიან გთხოვთ რომ იმოქმედეთ, ყოველ დღე არ დაიზაროთ, გამოდით რუსთაველზე, თუ რაღაც სხვა განსხვავებულს მოიფიქრებთ, კიდევ უფრო უკეთესი, მთავარია რომ ვიბრძოლოთ. იმიტომ რომ არ ვიცი, ვფიქრობ რომ დანებების უფლება უბრალოდ ხო, ეს ის პროცესია, რომელიც ხვალ არ მთავრდება ესეთი პროცესები, ამ დრო ჭირდება ამას და ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს ორ დღეში არ ხდება ესეთი ამბები. კი ბატონო. კი ბატონო, მოლოდინი. თუ გნებავთ წინასწარმეტყველებად ჩავთვალოთ, მაგრამ სტუდენტური ხმა გახდება ანგარიშგასაწევი ძალა. ძალა, რომელიც ჩემი აზრით იქნება ყველაზე ბასრი იარაღი არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, უნდა გვიფრთხოდნენ. საკმარისად ვერ აფასებენ ჩვენს მომავალს. შესაბამისად, უნდა დაფიქრდნენ თავიანთ საქციელებზე და განსაზღვრონ რა შეიძლება მოყვეს ნებისმიერ მათ აქტივობას. ძალიან დიდი მადლობა. ისე აი დაფიქრებაზე გამახსენდა და რანაირად ვერ ხვდებიან იმ ამბავს თუ არ ხვდებიან რა ხდება რა დღემდე რო გონიათ რომ ამ ყველაფერს ვიღაცა ორგანიზატორი ყავს. ხო აი ესე პატარა ყველა აქცია იქნება, რაღაც პერფორმანსი იქნება, თუ რაღაცა ფიქრობენ რომ ხო ორგანიზატორი რატო ვერ მიხვდნენ. აი ეს პრობლემა ხო არ არის ნეტა. არ ვიცი. მართლა მაინტერესებს რა ორგანიზატორი ხალხო აგრებზე ლაპარაკო. ხოდიში.
წეან დამოვიწერეთ დამატება მინდოდა დღეს მოკლედ 2 საათიდან გვაქვს თქვენი დღის განმავლობაში კინოს ჩვენება ტიფლის, რადგან ის კარგად ასახავს თუ რა ხდებოდა საქართველოში მე-19 საუკუნეში და ჩვენ შეგვიძლია რომ ასე ვთქვა პარალელები ვიპოვოთ ის დღევანდელობასთან და თესეულ სტუდენტებს ველოდებით ყველას დღეს 2 საათიდან სამწუხაროდ დაარჩინოს ვერა, რადგან ადმინისტრაციას ამ ერთობის ყველაზე მეტად ეშინია და ასე ვთქვა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და ზოგადად სტუდენტებს არ უშვებენ შიგნით, როდესაც პირველი კორპუსი ასევე ატარებს მუზეუმის სტატუსს და წესით ყველას უნდა შეეძლოს თლიანი დღის განმავლობაში შესვლა. ამიტომ სხვა სტუდენტებთან ბოდიშით ვერ ხერხდება ეს ყველაფერი, ხოლო თესეულ სტუდენტებს ყველას გელოდებით. მოლოდინებს რაც შეეხება მე და დედაჩემს ნალაპარაკები გვაქვს და უკვე მარტში ველოდებით ახალ არჩევნებს და მოკლედ მთავარი არის ბრძოლა და ასე რომ ვთქვათ იმის ჩვენება თუ რა არჩევანი გააკეთა ქართულმა ხალხმა. რადგან თუნდაც ეს აქციები და ყველაფერი არის ჩვენი ქმედებებიდან გამოწვეული. ჩვენ რო არ გვებრძოლა ევროპული მომავლისთვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ასე რომ ვთქვათ არ დაგვიდგებოდა მხარში და თუნდაც ამ სანქციებს არ გამოუშვებდა ქართული ოცნების მიმართ. ამიტომ მთავარი არის რომ ვიბრძოლოთ და მოლოდინები რა თქმა უნდა ასიანი იქნება. მადლობა. მოლოდინებს რაც შეეხება დავით ახლა ბავშვებს რაც წერან თქვენს ჩვენს იგივე მოლოდინით ვართ და განვაგრძობთ ბრძოლა სანამ არ შეიძლება რასაც ჩვენი მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდება და კიდე მინდა მიმართავ ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტებს რომ გამოვიდნენ ჩვენთან კომუნიკაციაში და უბრალოდ შემოვიდნენ დისკუსიაში და ვისაუბროთ, იმიტომ რომ საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ ისეც, რომ დავილაპარაკოთ უბრალოდ და ვისაუბროთ ამ თემებზე და ვიყოთ მაგალითი მომავალი თაობისთვის, რომ არ უნდა ვიყოთ შემგუებლები ამ უსამართლობის და სიბოროტის, რაც დღესდღეობით ხდება, იმიტომ რომ მართლა ეგრე არის და ვერ დანახვავ რანაირად ვერ ხედავენ ამასა. მე ეგრე მგონია, რომ თვითონ ვერ დანახვას მიზნისეული არიან, თუ არ გინდა იმიტომ არ გინდა რაღაც მიზეზი გაქვს. ცალსახა ეს ყველაფერი ჩანს, ფაქტები არსებობს და როგორ ვერ უნდა ხედავს ყველაფერს უბრალოდ არ უნდა გააზრებო, იმიტომ რომ მიზანი აქვს ეს კიბეში არ აწყობს. ძალიან რთული რამე ახალი თქვა, იმიტომ რომ ყველა ერთ ასზე ვართ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ერთი მისწრაფეება გვაქვს. წეგან ახსენეთ რომ როგორ ვერ ხედავენ ეს ადამიანები რომ არავისგან მართულები არ ახართო. ზუსტად ხედავენ და ხვდებიან რომ არავისგან მართულები არა ვართ. უბრალოდ ჩვენ ერთი იარაღი გვაქვს, რასაც სიმართლე ქვია და ამ სიმართლესთან ბრძოლა უბრალოდ შავი პროპაგანდაა და მეტი არაფერი. და ცდილობენ ჩვენს გაშავებას, რომ თითქოს ვიღაცეებისგან მართულები ვართ. თუ მოვლენ თუნდაც თეატრალურთან რომელიმე უნივერსიტეტთან და ნახავენ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, როგორ ვაჟღერებთ ჩვენს სათქმელს, მიხვდებიან რომ ეს უბრალოდ ჩვენი ფიქრებია, სურვილები და მიზანია, მეტი არაფერი. სწორედ ხომათემ ყველა ურჩევ რომ გამოვიდეს ჩვენთან კონტაქტზე და დაინახავენ იმ სიმართლეს, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაჭერილები და მათ არ აქვთ იმის არჩევნის საშუალება, ლექციაზე შევიდნენ თუ ოჯახთან ერთად შობას შეხვდნენ, ჩვენც არ გვაქვს იმის არჩევნის უფლება, რას გავაკეთებთ მომავალში. გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის. ამიტომ მთავარია ყველა მივხვდეთ ამას, გავიაზროთ და დარწმუნებული ვარ, რომ მიზნის მიღწევა გარდაუვალი იქნება. ძალიან დიდი მადლობა და ანა დაიწყო მადლობა. რა მარტივი ამბავია რა, ადამიანი საუბრობს ვიღაცაზე, ვისაც არც იცნობს, მაგრამ ვალდებულია, მისი მოქალაქეობრივი ვალია, რომ მას უთან აღზოს მის მდგომარეობაში შევიდეს და ის თუ სადღაც საკანშია უკანონოდ შენ არ იგულაო, ხო მართალია რაღაცნაირად მოაქვს. ანუ მორალური არ გაძლევს უფლებას, ხო? არც დაკავებულს არ ვიცნობ პირადად, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ის რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ერთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ეს მე მგონი ყველასთვის საკმარისი არის რა. და აი მეტი მიზეზი არ არსებობს. აი ამიტომ მოიგებენ ეს ადამიანები ამ ბრძოლას. გაიგე მამუ? გაუცილებლად და ანამ დაიწყო თქვა მადლობით და მე მინდა რომ მადლობით დავასრულო თქვენთან საუბარი, რომელიც შემომიერთებიან ჩემ მეგობრებს სამადლობაში დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ ატარებთ თქვენი ქვეყნის გასიგრძეგანებული გაქვთ ყველაფერი აბსოლუტურად და მადლობა აი ამ სულისკვეთებისთვის, სიყვარულისთვის, შემართებისთვის და ძალიან დიდი ძალისთვის, რომელსაც ჩვენ გვანახებთ და ჩვენ კიდევ თქვენს უკან რაღაცნაირად ვდგავართ და ყოველთვის გაგიმაგრებთ სურგს. იცოდეთ ეს საჭიდაოდ თქვენთაგანმა რა თქმა უნდა და დიდი მადლობა მოკლედ
ყველაფრისთვის რაც საკეთებთ საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთ დავამატებ, სიამოვნებით გავალთ პენსიაზე და დაგითმობთ ყველა პოზიციას. თქვენც მაგას გირჩევთ. გაგით პენსიაზე. არ მინდა პენსიაზე. სანამ შეგიძლიათ. რეკლამაზე გავარდოთ ჩვენ პენსიაზე. მალე დაგიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. როგორც ჩანს დავბრუნდით და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ თვენახევრის წინ შეიქმნა ასეთი ფონდი, პრინციპში ერთ-ერთი პირველი ფონდი იყო, მე ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, პროსპერიტი ჯორჯია, რომელიც უკვე როგორც ახსენეთ, შეიქმნა თვენახევრის წინ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა და საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ აი ამ ფონდს 4 მიმართულება აქვს, აი ამ შემთხვევაში აღებული საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ამაზე უფრო კარგად და წვრილად ჩვენი სტუმარი მოგვიყვება, თუმცა მე მაინც ასე ვთქვათ, მიმოხილვასავით გავაკეთებ და ჩამოვთვლი, რომ არ გამომრჩეს, ამიტომ წავიკითხავ. ეს არის მკურნალობა, ჯარიმები, დაპატიმრებულთა ოჯახების თანადგომა და საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების დახმარება და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ლალი ღოღობერიძე, რომელიც ბევრად უფრო ამომწურავად გვესაუბრება ამ არაჩვეულებრივი ფონდთან დაკავშირებით და გვეტყვის და გაგვაცნობს იმ სიახლეებს და მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ორი დიდი მადლობა უნდა ამ ამბავს. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა რომ არსებობს ესეთი ფონდი. ძალიან დიდი მადლობა და მოდი პირველი კითხვით დავიწყებ და შემდეგ თქვენ უკვე განავსეთ. ახლა აი ამ შემთხვევაში უკვე რამდენი ადამიანი არის ასე ვთქვათ ხელგაწვდილი და ზოგადად რა საქმეებს რა არის შინაარსი რომ მოგვიყვეთ ამ ფონდისა, რომელიც ასე დიდ საქმეებს აკეთებს როგორც უკვე აღნიშნეთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ფონდი დაახლოებით თვენახევრის წინ შეიქმნა. ფონდის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მიმდინარე მოვლენების დროს ძალიან ბევრი ადამიანი ზარალდებოდა, რომელთაც უჭირდათ თავიანთი მკურნალობის თუ სხვა ხარჯების დაფარვა და სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ამ ადამიანებისთვის გაგვეწია თანადგომა. ფონდი ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს, 4 ძირითადი თემა არის, ესე იგი ამის ირგვლივ ტრიალებთ, ეს არის აქციებზე დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯების, ასევე რეაბილიტაციის ხარჯების დაფარვა, ჯარიმების დაფინანსება, დაპატიმრებულთა ოჯახების ფინანსური თანადგომა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ფინანსური თანადგომა. ამდროინდელი აი დღევანდელ დღემდე თვენახევარი ვახსენეთ ხო დაახლოებით. აი დაახლოებითაც რომ ვთქვათ, რამდენ ადამიანს გაეწია დახმარება. გეტყვით, აი ამ მოკლე ესე იგი სტატისტიკას მონაცემებს მოგახსენებთ. ამ პერიოდის მანძილზე დაახლოებით 400-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, ანუ კომპანიამ შემოიტანა შემოწირულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ერთობლივ დახმარებას აქვს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან აქტიურია ბიზნესი, რაც სასიხარულოა. თითოეული ადამიანის შენატანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თანხაც არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გამოვყოფთ ჩვენ ემიგრანტებს, რომელთაც საკმაოდ მობილიზება მოახდინეს თანხის და შემოიტანეს ფონდში შემოწირულობა და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ისე რა საინტერესოა ხო ამ ემიგრანტებს, ისედაც რთული ცხოვრება და ანუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი, რომ აი არ ვიცი, ბოლო კაპიკები ხო, რომ გაიღო ამ კიდე ეს არ არის პირველი როგორც ჩვენ ვიცით ძალიან ხშირად ეხმარებიან ისინი ყველაზე კარგად გიცნობენ როდის არის საჭირო დახმარება და რა ფორმით. საკმაოდ სოლიდური თანხის მობილიზება მოახდინეს და გადმორიცხეს და ძალიან დიდი მადლობა მათ რა თქმა უნდა. ანუ ფონდის შეფასებაზე აქტივობა არის. მე თქვა გავაკეთოთ რა კატეგორიას ეხმარებით და რა ფორმით და რა შინაარსის განაცხადები შემოდის და შემდეგ უკვე მაინტერესებს უკვე რა ფორმით ხდება გადარჩევა, ჯერ ამაზე ვისაუბროთ და მე დღეისთვის მობილიზებული არის დაახლოებით 950.000 ლარი, დაახლოებით 9.5 უკვე გაცემული არის დახმარებისთვის.
ну am 4 მიმართულებით ძირითადად 4 მიმართულებით არის 170-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს უკვე ჩვენს ფონდს 173-170-ზე მეტი ადამიანი არის უკვე დახმარება გაწეული. ძალიან ბევრი მოგმართავს. ძალიან ბევრი არის სხვათა შორის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ ჯდება ამ ფონდის მიზნებში და ძალიან წუხვართ რომ ამ ადამიანებს ჩვენ ვეხმარებით, იმიტომ რომ ხა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრს ჭირდება დახმარება, თუმცა ჩვენც პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ასე ვთქვათ დამფინანსებლების წინაშე და ნუ ეს 4 ძირითადი მიმართულება არის და ჯერჯერობით ანუ ამ 4 მიმართულებას ჩვენ ვერ გავწდებით. ხო, მე მესმის ძალიან რთულია ეს 4 მიმართულება, ძალიან სწორად ვცდილობთ რომ ეს ავხსნათ. რომ ადამიანები არ დარჩნენ განაწყენებული. ხო, მაგრამ აი მაინც რაღაცა ფორმა ხო არსებობს, რითიც ხდება გადარჩევა ამ განაცხადების. როგორ ხდება ეს? კრიტერიუმი რა არის? ანუ ამ 4 მიმართულებაში უნდა ჯდებოდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ბევრი არამიზნობრივი არ და თითოეულ кейსს განვიხილავთ. ადამიანები ამაზე მუშაობენ, ყოველდღიური კონტაქტი აქვთ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებთან, ვინც ჩვენ მოგმართავს. ნუ არ გვინდა ძალიან რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებში შევიდეთ, მაგრამ რაღაც მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ დავადასტუროთ ეს ჩვენი ხარჯები, იმიტომ რომ გამჭვირვალეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ თითოეულ кейსს განვიხილავთ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად. რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს ეს, როგორც გითხარით, არ გვინდა რაღაც ძალიან ადამიანს რო ჭირდება დახმარება, უნდა დაეხმარო მაშინ, მაგრამ მაინც ვამოწმებთ, ასე ვთქვათ, მიმდინარეობს ეს შემოწმება და ამის შედეგად კომისიური წესით ეხმარებთ. თამამად იცით რა მაინტერესებს გამჭვირვალეობა ჩანს თქვენი სოციალური გვერდიდანვე ვადევნებ რა თქმა უნდა თვალს აქედან გამომდინარე გკითხავთ რა თანხა არის გახარჯული თუ შეგვიძლია სწორად რომ უფრო წეგან თქვი თქვენ ნახევარი გახარჯულია დაახლოებით 455,000 არის და აქვე გკითხავთ თუ შეიძლება როგორ ხდება თანხის ჩარიცხვა ემიგრანტების შემთხვევაშიც და საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაშიც როდესაც ფონდის ანგარიში ზოგადად კომპანიების ფონდის ანგარიში აქვს ბანკებში და სურვილებს ანუ საჯარო არის ეს ინფორმაცია ჩვენ Facebook გვერდზეც დევს, ფონდის ვებგვერდზეც დევს და შეუძლიათ თქვათ აი ამ ანგარიშებზე ჩარიცხონ თანხა PayPal-ითაც შეიძლება. კიდევ ერთი კითხვა მაინტერესებს, საჯარო სამსახური არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ხო მართალია? კი, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის. განთავისუფლებული ადამიანების დახმარება. მარტო ფულად დახმარებაზეა საუბარი. კი, ეს არის სახელმფასო, ასე ვთქვათ, დახმარება, რამოდენიმე ორი ან შეიძლება მეტი თვის. სხვათა შორის ძალიან მოიმატა მომართვიანობამ საჯარო მოსამსახურეების არ არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დიდი დრო საკმაოდ მომატებული არის კი მომართვიანობა მომატებული ამ შემთხვევაში დახმარება ეს ერთჯერადი დახმარება ეს არის ერთჯერადი კი ერთჯერადი არის თუ არის აი ამაზე რაიმე ვთქვათ გეგმებში თუ შედის ან თუ არის ამაზე ლაპარაკი თუ ხდება ამასთან დაკავშირებით რომ მაგალითად არ იყოს ერთჯერადი და იყოს მრავალჯერადი იცით ჯერჯერობით ესე არის გაიშევხედავთ როგორ წარიმართება სიტუაცია და შემდეგ მის მიხედვით გადავწყვეტ ნუ ჯერჯერობით ესე გვაქვს იმიტომ რომ ხედავთ რომ იზრდება თქვათ აი ამ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა და რაღაცნაირად გვინდა რომ დავეხმაროთ მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში და ამიტომ ჯერჯერობით ესე გვაქვს და შევხედავთ აი სადამ საჭირო იქნება ეს ფონდი ამ ფორმით მანამდე იარსებებს და იმედი გვაქვს კეთილი ადამიანების და ნუ პრინციპში ეს ამას სულ ვიღებთ ჩვენ შემოწირულობას სულ ვიღებთ. კი ბატონო, პრინციპში ფონდიც ამ ვითარებიდან გამომდინარე არის შექმნილი რაც სიტუაციაში არის. კი, იცით როგორ არის ეს ორგანიზაცია, კი, როგორც ორგანიზაცია არსებობდა, უბრალოდ სხვა პროფილი ჰქონდა და აი ამ ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ამ ორგანიზაციის ბაზაზე ეს ფონდი გაკეთებული იყო შესაბამისად აი ადმინისტრაციული ხარჯები არის თითქმის არ არის ანუ შემოსული თანხა მთლიანად მიემართება
დახმარებაში. ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ უკვე, როგორ უნდა ჩავრიცხოთ თანხა, მაგრამ მე მგონი უფრო ჯობია დავაკონკრეტოთ, როგორ უნდა მოგმართოს ადამიანებმა, ვისაც დახმარება ჭირდებათ. Facebook გვერდი გვაქვს საკმაოდ აქტიური, Facebook გვერდზეც, Prosperity Georgia-ს web გვერდზეც არის მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსებს თქვათ მსურველი განაცხადს, დაზარალებული განაცხადს, შემდეგ ჩვენ ვუკავშირთ, ტელეფონზე შეგიძლიათ მოგმართოთ, ეს საჯარო არის ეს ინფორმაცია, 24 საათის განმავლობაში მუშაობს ჩვენი ასე ვთქვათ ცხელი ხაზი. განაცხადის შევსების შემთხვევაში ჩვენ მაშინვე უკავშირდებით და როგორც გითხარით, რაღაცა პერიოდი ჭირდება. იმიტომ რომ დავადასტუროთ, რომ ნამდვილად სწორად ხარჯავთ თუ არა ამ თანხებს და ნამდვილად რომ იმ 4 მიზანს მოხმარდეს, რაც ჯერჯერობით გვაქვს. მაინტერესებს რომელი მიმართულებით უფრო მეტი მოთხოვნა არის დახმარების? იცით, თავიდან იყო დაზარალებულთა მკურნალობა რეაბილიტაციის ხარჯები, დავაფინანსეთ თითოეული ადამიანის кейსი მნიშვნელოვანი არის, ამიტომ ეს ვერ გამოვყოფ ვერც შემომწირველს და ვერც იმას. დავაფინანსეთ, თქვათ, ოპერაციები დავაფინანსეთ, რეაბილიტაცია დავაფინანსეთ, თუმცა ეხლა უფრო ჯარიმები არის საკმაოდ სასამართლო ჯარიმები, ადმინისტრაციული ჯარიმები, თუმცა ეხლა როგორც გითხარით, უკვე ძალიან გაიზარდა, ასე ვთქვათ, გათავისუფლებული საჯარო მოხელეების, დაახლოებით 60-მდე. ხო, საჯარო მოხელეების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს რეალურად არ ვიცი. მე თვითონაც საჯარო სამსახურში მუშაობდი და ძალიან კარგად მესმის რა არის ეს როგორი შრომა არის და შეუწყდათ პირდაპირ რომ ვთქვათ ადამიანებს და ხო ძალიან რაღაც ხელშეკრულებებს უწყვიტავენ, როგორც თვითონ ამბობენ, არ უგრძელებენ უფრო სწორად და ნამდვილად ჭირდებათ თანადგომა, იმიტომ რომ ემსახურებიან სახელმწიფოს თანადგომა არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნელა ის ხდება საქართველოში, რომ ყოველი ადამიანის იმედი აქვს და მარტო არ არის ამ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან ერთობლივი დახმარებაა და აი დაპატიმრებული ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დახმარება, იმიტომ რომ იმათი ოჯახები ზოგიერთი ოჯახებისთვისაც ერთ-ერთი პუნქტი ეკთქვით და მაინტერესებს ძალიან რა ფორმით ეხმარებით ოჯახებს. ძალიან ხშირად ეს ადამიანები სოციალურ ქსელში წერილების სახითაც, პოსტების სახითაც აგზავნიან, ამბობენ რომ ოჯახებზე ნერვიულობენ და ოჯახებს დაეხმარონ და ძალიან ბევრი მათგანი რაღაცა ერთადერთი იყო, ვინც მუშაობდა ოჯახიდან, ოჯახის მარჩენალი, ასე ვთქვათ და საარსებო წყარო შეუძლოთ, ასე ვთქვათ და ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ვთქვათ დაპატიმრებულია და გისოსებს მიღმა. თუ გაქვთ ამ ტიპის განაცხადები? კი, რა თქმა უნდა, გვაქვს. თუ იღებთ ინიციატივას, რომ დაპატიმრებულ ოჯახებს დაეხმაროთ ფინანსურად. კი, გვაქვს. უნდა მოგმართონ სხვანაირად, ვერ დავეხმარებით და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ესე იგი, ასე ვთქვათ, გავხადოთ ცნობადი ეს ფონდი. რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჯერ ერთი რომ დაპატიმრებულები არიან, რისთვის არიან დაპატიმრებულები და ბევრი მათგანი მუშაობდა ისეთ სამუშაოზე, მათ შორის რომელსაც ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა და ეს რომ დაკარგა ოჯახმა ძალიან ძიმი არის ეს მათთვისაც პირველ რიგში და რა თქმა უნდა ოჯახებისთვისაც და კი ამათ ვეხმარებით ჩვენ და ძალიან დიდი შვება არის ჩვენ მგონია თვითონაც ამბობენ ამას რომ ძალიან ასე ვთქვათ, უმსუბუქებად თუ შეიძლება ესე ვთქვათ, მათი მდგომარეობის შემსუბუქება, იმიტომ რომ იციან, რომ მათ ოჯახებს ვიღაც უდგას მხარში და რაღაცნაირად ცირედით თუ ბევრით როგორღაც ეხმარება. ხო, ეს ხო მარტო ფინანსური დახმარება არ არის რეალურად. ეს რა თქმა უნდა, მორალურად ძალიან შეიძლება ის უფრო ღირებული იყოს კიდე, მაგრამ მარტო რო აგზნობ თავს და იცი რომ შეიძლება არსებობენ ადამიანები, ვინც შენზე ფიქრობენ და ზრუნავენ, ნუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თანადგომა საერთოდ არ ვიცი, მგონი. ხო, ფონდის არსებობა ალბათ აი ამ კუთხით ამ მიმართულებით ალბათ რა თქმა უნდა გაგრძელდება მანამ სანამ ეს საჭიროება სანამ საჭიროება იქნება გავაგრძელებთ მუშაობას კი რა თქმა უნდა. ესე იგი დღევანდელი ეთერი რაღაცა მადლობების ეთერი გვაქვს გადაცემის პირველ ნაწილში სტუდენტები ყავდა ალბათ გადავნებდით თვალს და მათთანაც ასე მადლობით დავიწყეთ და დავასრულეთ და თქვენთანაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კეთილი საქმე ან არ ვიცი სხვა რა დავარქვა ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ასევე არსებობს სხვა ფონდები ჩვენ მამაყურებელმა ეს კარგად იცის იგივე ნანუკას ფონდი რომელიც ძალიან ეხმარება ადამიანებს იგივე ნინო დარასელის ფონდი
ჩემი შეკითხვა თუ თანამშრომლობთ, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ მათთან გაქვთ კონტაქტი, თუ უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და რა თქმა უნდა. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, კი, რომ ვთქვათ, ერთი თუ ვერ ეხმარება, მეორემ დაეხმაროს, არ მოგწეს გადაფარვა და ასე შემდეგ. ეს რა კარგია, რა კარგია. ძალიან კარგია, ისეთ შეკავშირებულები ვართ ქართველები დღესდღეობით და ესე ერთგულიც ვდგავართ გვერდით აბსოლუტურად ყველა სფეროში და ყველა დარგში, აღარ მაქვს ლაპარაკი უკვე სტუდენტებზე და ასე შემდეგ და მეც ვუერთდები ანას მადლობას და დიდ მადლობას გიხდით თქვენ და ვუხდი იმ ფონდებს, რომლებიც ახლა სახეზე არ არიან წარმოდგენილები ჩვენ და თუმცა აკეთებთ ძალიან დიდ საქმეს და ერთიან საქმეს და ერთ იდეას ემსახურებით ყველა და ამისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა და ალბათ ვიკაც მადლობით დაასრულებს ამ შემთხვევაში. კი, მე კიდე ერთი მადლობა გადაცემის პირველ ბლოკში ვთქვი ეს მადლობა და ეხლაც ვიტყვი რა. მაგრები არიან ეს ქოცები რა. ესე გაგვაერთიანეს. ესე გაამთლიანეს საქართველო ადამიანები. ესეთი კარგი საქმეები წამოვიწყეთ. ეს რეალურად ეხლა კი ამ პერიოდმა მოიტანა ამ საშინელებამ, ამ წყობამ და ამ სიტუაციამ რაც არსებობს, მაგრამ ეს ხო არ არის მართლა რაღაც ისეთი სატირალი და სანერვიულო და ესეთი მარტო ვამბობ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამთავრდება და ეს ფონდები გააგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, შეიცვლიან. ხო, ბენეფიციარები. თანადგომა და ის სიკეთე ერთობლივი დარჩება. აუცილებლად დარჩება, ხო. დარჩება ერთმანეთი, რაც მთავარია. მე მინდა თქვენ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ბედიას, რა ვიცი გმირულ საქმეს აკეთებთ თქვენს და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხო, ამბოლოდოს კი ებზვიან მედიას, მაგრამ ძალიან ის არის სახიფათო ბრძოლა მათთვის. მე გრად გახართ და წარმატებებს გისურვებთ. მე აქ რაღაც რეზუმეს სახით მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ არსებობს ფონდი Prosperity Georgia, რომელიც ეხმარება ადამიანებს, აქციებზე დაზარალებულ ადამიანებს, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც, ჯარიმების გულისხმობა ამ შემთხვევაში დაპატიმრებულების ოჯახებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც სწორედ ამ აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს და ხომ არ გამომრჩა. ეს 4-ია, ხო? და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ შეგიძლიათ მიმართოთ ამ ფონდს. ფონდის სახელი ეკრანზეა ამონათებული, მე მგონი, ტელეფონის ნომერიც არის გამოტანილი, სადაც შეგიძლიათ დაუკავშიროთ, ასევე Facebook გვერდზეც შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ და მიმართოთ დახმარებისთვის. ასევე ადამიანებს მინდა მივმართო, ვისაც სურვილი აქვს, რომ თანხა ჩარიცხოს, ძალიან დაწვრილი შეიტანოს თავისი, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბიზნესებს აქვთ შანსი, ასე ვთქვათ, რომ ამ კეთილ საქმეში და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეში მიიღონ მონაწილეობა, ასე რომ გზახსნილია, შეგიძლიათ თამამად გადადგათ და ნაბიჯი და დამხმარების მსურველებს კი ფონდში ეოდებათ ადამიანები, ვინც განიხილავენ მათ საქმეებს და შემდეგ გომზრუნველობას არ მოაკლებენ. უმოკლეს დროში და ყველანაირი ბიუროკრატიის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და ფონდს, არა მარტო Prosperity Georgia-ს, ყველა იმ ფონდს, რომელთანაც თქვენს თანამშრომლობთ, მეგობრობთ და რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ. ჩვენ ამასობაში პირველები ვნახოთ ჩვენს ეთერში და ისე გაგიბრუნდებით საინტერესო ამბით და საინტერესო სტუმართან ერთად. ძალიან დროებით. ჯერ შენი დანახვით მართლა ჩვენს ეთერში. იცი როგორც გვიყვარხარ, როგორც გაფასებ და შენს პროფესიონალიზმს როგორც ვაფასებ და შენი პროფესიონალიზმი გადმოჟღერდება ეხლა პირველი ტელეკომპანია პირველის ტელევიზორებიდან. კი, ნამდვილად მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, ულოცავ მთელ საქართველოს მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველ ჯერზე იმიტომ რომ რაღაცა იმ მერაბ დვალიშვილთან იმარჯვებს საქართველოს. მთელი თითოეული ჩვენგანი და ვერთიანდებით ყველა აი და განსაკუთრებით ეხლა ამ ძიმე რეალობაში, როდესაც ძალიან ძიმე გაყოფა გვაქვს ერთში. აი ეს ერთობა გვჭირდებოდა, სადაც ყველა ერთნაირად ხარობს მერაბის გამარჯვებით, ამიტომ მერაბს დარწმუნებულად მიულოცოთ, მაგრამ მე შემოგიერთდით. ესე იგი 22 იანვრიდან რა ხდება? ნანუკა, მოდი ჯობია რომ შენ თვითონ გააჟღერო. ნანუკა შოურო TV პირველის ეთერში იქნება ყოველ 4 შაბათს საღამოს, ეგ ვიცით, მაყურებელმაც გაიგო ახლა
და მას შეცვლილი ფორმატით იქნება. იცი რა არის, ეხლა არ არის მაგისი დრო, რომ შემეცვალა. პრინციპში ნებისმიერ სხვა დროს რომ გადმოსულიყავი ტელეკომპანია პირველ წეთერში ალბათ რაღაცას მაინც შევცვლიდით, მაგრამ ეხლა ვერაფერს ვერ ვცვლით, იმიტომ რომ ამის დრო ფიზიკურად არ გვაქვს და პრინციპში რა უნდა შევცვალოთ, რაც დაგვადისტანცირებს იმ თემებთან, რასაც ისედაც გავაკეთებდით ყველგან. ეხლა ჩვენ ყველა ნებისმიერ პროფესიის ადამიანი, აქ ჟურნალისტი ხარ, ექიმი ხარ, ინჟინერი ხარ, თუ მსახიობი ხარ, თუ წამყვანი, ყველა ერთ თემაში ვართ. და შესაბამისად, ახლა არც ამის ფუფუნებაა და არც ამის უფლება არ გვაქვს, რომ რაღაცები ვცვალოთ. ეხლა რაღაცა ამ თემის ირგვლივ იქნება, ეს იქნება ისევ ყოველ 4 შაბათს, ახლა უკვე ტელეკომპანია პირველის ეთერში. მე გაგაცნობთ რუსთაველის გმირებს. ოღონდ სხვადასხვა კუთხით, ეს იქნება ხან დეიდა დაკავებული, ეს იქნება ხან პატიმარი. პრინციპში ყველა პლატფორმა ახლა ამ ადამიანებს უნდა ეთმობოდეს და ჩვენი мотиваცია არის ყველაზე მეტად პატიმრებზე საუბარი, იმიტომ რომ ისინი შეზღუდულები არიან შესაძლებლობებით და ამიტომ ვცდილობთ რომ მათ მეტი დრო, მეტი პლატფორმა მივცეთ, სადაც გააჟღერებენ საკუთარ წუხილებს, ემოციებს, ოღონდ წუხილებზე რომ ვამბობ, ცოტა ახლა არასწორად და თუ გვიყურებენ და ვიცი რომ გვიყურებენ, იმიტომ რომ ვიცი ზვიადის წერილებით ვიგებ რომ გვიყურებენ და შესაბამისად წუხილებს კი არა, ისინი არიან სადღაც გამარჯვებულები, ომი აქვს თავისი იქ ოღონდ რაღაც საკუთარი პერსონალური და აქეთ ისეთ წერილებს აგზავნიან რომ საერთოდ არ მგონია არც სევდა არ ახლავს ამ წერილთან არაფერი, კიდევ ბრძოლაში არიან, უბრალოდ ეხლა გარემოა სხვა, სადაც დავბრუნდებით ამ თემაზე. ბუდიში, მაგრამ რა კი TV პირველზე გადმოვიდა ნანუკა, მათ TV პირველს მაყურებელს უთხრათ, რა არის TV პირველი ნანუკასთვის. აი ნახე როგორ რაღაცა დავწერე სტატუსი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ თქო, როდესაც ტელეკომპანია პირველ ეთერში გადმოვედი და ჩემი ნაკლით და უარყოფითიც ის არის, ოღონდ ჩემი ცუდიც არის და კარგიც არის, რომ გულწრფელი ვარ ძალიან, იმიტომ რომ ეს გულწრფელობა ხან პლუსია და ხან მაზარალებს, იმიტომ რომ ამით მივხვდი რომ ჩემი კოლეგები გავანაწყენენ, რომ აქამდე უბედური იყავი და ანუ უბედური კი არ ვიყავი, როგორ ვიყავი უბედური, მაგრამ იდეაში მე მინდა რომ მაყურებელს აუხსნა რა, ნახეთ როგორ რაღაცაა. ნანუკა 2 წელია უკვე, მაშინ როდესაც ვანო გადმოვიდა ტელეკომპანია პირველის ეთერში, მაშინვე გაწყდა ჩემი თანამშრომლობა ტელეკომპანია მთავართან, ეს კონდეს იყო ტელეკომპანია მთავრის გაწყვეტილება. როცა ნიკა დაიჭირეს. და ეს იყო მაშინ, ნუ გაბუ იყო ხელმძღვანელი და გაბუ გითხრა ვანოს და მე რომ თქვენი გადაცემები უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ ჩვენ ამის ფინანსური რესურსი აღარ გვაქვს. და ჩვენ მერე წავედით და მე ვანო აღმოჩნდა თქვენთან და მე წავედი და მოვუძებნე ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ნანუკა სულ ქონდა, ჯერ კიდევ ტელეკომპანია იმედიდან ჩვენი ფინანსური რესურსებით ვახერხებთ არსებობას და ჩემ თავს უფლება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნაწყენიც ყოფილიყავი და შეიძლება მაშინ ჩამეთვალა რომ რაღაც არასწორი იყო, ჩემ თავს მაინც უფლება არ მივეცი, რომ მეც არასწორად მოგქცეულიყავი. და მე ვუპასუხე არხს ისე რომ არხზე დავრჩი, იმიტომ რომ ნიკა პატიმარი იყო და ჩავთვალე რომ პატიმარი ნიკას პირობებში ჩემი არხიდან გასვლა მე არ მომცემდა სიმშვიდეს. მე ჩავთვლიდი რომ არ ვარ კარგი გოგო, თორე კი არავინ მითხრა რომ დარჩიო. მე არ ჩავთვლიდი სწორად საკუთარ თავს. და ამიტომ მაშინ მორალურ ნაწილში ჩავთვალე რომ სწორი იყო დავრჩენილიყავი ტელეკომპანია მთავარზე, იმიტომ რომ ნიკა იყო პატიმარი. მე ნიკა რომ ციხიდან გამოვიდა, ისეთი პროცესები დაიწყო და რუსული კანონი ვიღას ახსოვდა საერთოდ ჩემი გადაცემა, თორემ მე აუცილებლად გადავხედავდი ჩემს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ როდესაც შენი ფინანსური რესურსი გააქვს, ანუ სპონსორები შენი ყავს, თავისუფალი ხარ, ნებისმიერი ლოგოს ქვეშ შეგიძლია გახვიდე. და რა თქმა უნდა მე გადაწყვეტილებას გადავხედავდი, მაგრამ მე უკვე ამისი დრო არ იყო პოლიტიკურ ნაწილში და საერთოდ გადაცემა რომ მქონდა არ მახსოვდა რაღაც დღეს. და შესაბამისად ნახეთ როგორ რაღაცა აი ამ დისტანციამ, იმიტომ რომ ჩვენ სხვაგან ვიყავით ოფისში, ცალკე მუშაობდით, თუ არ ვიცი რა, მაგრამ მე ვარ რუსული სიტყვა და არ მინდა რომ ვიხმარო, მაგრამ თან მინდა რომ ავხსნა და ამიტომ ბოდიში მოვიხდი ტელევიზიონში კებს ვეძახდით ხოლმე, ვეძახით ხოლმე ერთმანეთს, რა, ანუ მე ვარ ტელევიზიაში გაზრდილი ვარ რა და თან ანუ ეროსი კიწმარიშვილის და დათო დვალის ტელევიზიაში მუშაობდი და ამათ და ნიკა ტაბატაძის ტელევიზიაში მუშაობდი, ანუ ჩათვალეთ რომ აი სატელევიზიო ჰარვარდის, ოქსფორდის, აი CNN-ის, Fox-ის, BBC-ის, ეს არის ის რაც ქართულ რეალობაში, აი ზუსტად. ანუ ქართულ რეალობაში არ არსებობს ამაზე დიდი სკოლა და უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება გაიარო და შესაბამისად ჩემი სტანდარტი არის ყოველთვის რაღაცნაირი სატელევიზიო, ანუ ყოველთვის ფიქრობ სატელევიზიო ჟანრში ვუყურებ პროდუქტს.
და იქედან გამომდინარე რომ ჩემთვის ნოდარი არის იყო იდეაში ტელეკომპანია მთავარშიც ნოდარი იყო ამის ერთ-ერთი მთავარი რა და ეხლა აქაც მიუხედავად ნოდარი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რა იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ აი ეს თემები რაზეც მსჯელობ და რაზეც ვსაუბრობთ არის ტელევიზია იქ ფერი როგორი იქნება ეგეთა მომენატრა ანუ ამ ურთიერთობების ფორმატში მომენატრა ურთიერთობები სამსახურში როდესაც ანუ გირეკავს და ვიღაცა გეუნება რომ იცი რა ეს სხვანაირ უკავშირებს სხვა შეუცვლიდი იმიტომ რომ აი მიხვდით რა მომენატრა აი ეს ურთიერთობები ძალიან მომენატრა და აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან ისე რაღაცნაირად გულის ამოჭუყებლად და ემოციურად ჩემი ანონსი რო გავიდა 15 წუთში ანუ Facebook-ზე დავდე ჩემი ანონსი და 15 წუთში დამირეკა ინგა გრიგოლიამ და მითხრა რომ იცი რაო მეო გადაცემაში მყავს ახლა შენი რესპონდენტიო და ხო არ გაგიფუჭებო ხო არ ჯობია რომ ჩავხსნაო ეხლა ამას მარტო ის ადამიანი გაიგებს ვისაც ტელევიზიაში უმუშავია ამას ვერ ეხლა როგორი მნიშვნელოვანია ესეთი და ამას ეხლა ექიმები მასწავლებლები რომ ვიყურებენ ალბათ ვერ ხვდები არაზე ვსაუბრობ მაგრამ მე ახლა ამას ვსაუბრობ იმ ადამიანებისთვის ვინც ტელევიზიაში მუშაობენ რა სასიამოვნო განცდა და სამსახურში რომ მოვყევი რომ იცი თქო ინგა გრიგოლიამ როგორი გამიგა თქო ჩემთან ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი რესპონდენტი და თან ახლა იგასთვის მოდი შევთანხმდით რა ახლა ნოდარმელაძე რა კონტექსტშიც ვახსენე იმ კონტექსტში ვახსენებ ინგა გრიგოლიას და ყველა აქაურ წამყვას იმიტომ რომ დიანა ტრაპაიძეს იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ტელევიზიის ბუდიდან წამოსული ადამიანები და ტელევიზიის შექმნილი ადამიანები და შესაბამისად თან ინგა ძალიან ისეთი იყო ანუ ძალიან უნდოდა რომ მე ამ არხზე ყოფილიყავი და მე ამას არ დავუიწყებ მას იმიტომ ხა ნოდარის რომ უნდა და ნოდარი ჩემი მეგობარია და ნოდარი ხო ხვდებით ამას უყურებ როგორც მეგობრულს და აქვე ნოდარის კონტექსტში უნდა აღვნიშნო რომ სხვათა შორის მომიყოლია ეს მაგრამ არ ვიცი ხამდან ყველა მიცის მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო სხვათა შორის ნანუკას გადაცემაში რომ არსებობს საქველმოქმედო გადაცემები რითიც უკვე ფონდია რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია და უფრო საყვარელია არის ნოდარ მელაძის დამსახურება და ახლა მოგიყვებით რატომ და ფონდზე ნაპატიეთ მე როგორც ყველა წამყვას ზუვარ იმიტომ რომ არავის არ ვაცდი შეკითხვის დასმას კითხვასაც ვერ დავეთანხმები ყველა წამყვას კარგი რესპონდენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გაგზავნით და მოკლედ იყავით რაღაცა რომ ჩვენ უკვე აი როგორც ტელეკომპანია რუსთავიორიდან გამოყრილები ვართ სადღაც ავტოფარეხში ვართ არ სტუდია გვაქვს არაფერი არა გვაქვს საერთოდ სადღაც ბეტონის ავტოფარეხში ვართ და გადაცემები იქიდან მივყავს მწორში და ნუ მოკლედ და ნოდარ მელაძე მირეკავს და მეუბნება რომ ესნიდა თუ უყურეო იცის რომ არ უყურებდი უკვე საინფორმაციოს მე არ უყურებ უკვე წლება და მიხვდა რომ ეხა ეს მე გამომეპარებოდა და უყურეო ის ბავშვის მამამო თავი რომ მოიკლაო დიალეზი ვერ გაუკეთავ თავი შულსა და თავი მოიკლაო მამამ და წერილი დატოვაო და არა თქო და გამომიგზავნე და მითხრა რომ უყურეო და ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა რას ფიქრობ აი ამ ბავშვო დიალეზის ფული რა შეუგროვო და ხა არ ვიცი ეხა ეს კი ჩვენ კი ვიცით ეს თანხის შეგროვება მაგრამ ვიცით სპონსორინგით ანუ კომპანიებთან დარეკვით და არასოდეს მანამდე გამოცდილება არ მქონია რომ უკაცრავად ჩაგვირიცხეთ თან ხამის გამოცდილება არ მქონია ხო და თან ფონდის გარდა ხალხს უნდა უთხრათ ამ ქვეყანაში არ აქვს ადამიანების უმრავლესობას იმის შესაძლებლობა რომ და მოკლედ როგორ გავაკეთო თქვა ანუ შენ როგორ ხედავ ამას თქო და არ ვიცი აი მოვიფიქროთ რა დაჯექიო რაო მანდო ძალიან ბეტონში ვზიო რა სტუდია მაქვს არაფერი დაჯექიო რა პირდაპირ ეთერში და სიუჟეტი რამე გააკეთა და ისე და ნუ ჩოქს ჩავარდით იმიტომ რომ პირველი ანუ ხო არის რომ არ იცი რაღაცა ხელსაწყო არა გაქვს ეს როგორ უნდა გააკეთო მოკლედ მოვიყვანეთ ეს ადამიანი ძლივს მოვიყვანეთ სტუდია და დედა მოვიყვანეთ და 30000 ლარი შეგროვება გვინდა თუ 60 ზუსტად არ მახსოვს რა და მაშინ იმდენად არ ვიცოდეთ ეს ყოფილი როგორ უნდა გაგვეკეთებინა რომ პირდაპირში ინფორმაციასაც კი ვერ ვიგებდით რამდენი ირიცხებოდა ეთერი დამთავრდა და 220000 ლარი მქონდა ანგარიშზე ანუ ოღონდ მართლა არ ჯეროდა ხახნო ეს ისეთი შოკი იყო იმიტომ რომ თვალს ვერ ვადევნებდით მთელი გადაცემის გამო და სადღაც აი ბოლოსკენ უკვე ეს რიცხვი ნახეთ რომ იყო 200 რაღაცა 1000 ეს ბავშვი გადარჩა სხვათა შორის ოპერაცია გაუკეთა სხვა ქვეყანაში წავიდა და ანუ რაღაცა ძალიან კაი დუო ვართ რა ამის მიღმა ხა რაღაცები არ მოიყოლება ანუ რაღაცები კარგად გამოგვდის და ეს იცით როგორ არის ჟურნალისტიკაში კარგი ეზედა სულ იმიტომ რომ მე დანოდარი მაგრები ვართ არა ჩვენზე მაგრები არსებობენ სხვაგან შეიძლება მაგრამ ეს რაღაცნაირი არის რომ მეჩინგია ანუ იქ სწორად ხო რაღაც სწორად არის რა ეს და რა შეიძლება ხო რაღაც სწორად ხდება ჩვენი თანხმადრა და აქვე ფონდზეც ვარემ გეტყვით იმას რომ მიყვარს ეს ფონდი ზუსტად ისე როგორც ხვანანუკა ზუსტად ისე როგორც ჩემი ორი შვილი იმიტომ რომ ვფიქრობ რომ თუ რამე მნიშვნელოვანი გამიკეთებია და საკუთარ თავის მიფიქრია რომ აი რატო ხო ყველას ქონია ეგეთ შეკითხვა საკუთარ თავთან მისია რა არის შენი რატო გაჩნდი მივხვდი რომ ეს იყო ჩემი მისია რომ რა მნიშვნელობა გციფს მაგრამ ადამიანების სიცოცხლე გადაგვერჩინა ბავშვების რომელთა დედებიც სასოწარკვეთილი ყოფილან და ამის პერსპექტივას ვერ ხედავდნენ
და ეხლა ფონდი ამას რა თქმა უნდა გააგრძელებს და ახლა უკვე ტელეკომპანია პირველის ეთერში ამის მონაწილეებით თქვენც იქნებით რომ და ამ არხის ყველა თანამშრომელი იქნება ამის მონაწილე რომ ჩვენ ყოველ ოთხშაბათს რაღაცა პერიოდულობით რა თქმა უნდა გადავარჩენთ იმ ადამიანების სიცოცხლეს ვისაც ჯანმრთელობა აქვთ მძიმე პირობებში და მხოლოდ ფინანსები სჭირდებათ რომ გადარჩნენ მაგრამ ამის მიღმა ფონდს აქვს თავისი ვალდებულებები ეს ვალდებულება არის პატიმრები ვიდრე ისინი ციხეში სხედან ყოველთვე ეს ვალდებულება არის უნივერსიტეტები და უნივერსიტეტების ნაწილში მე ჩემ თავისუფლებას მივცემ რომ მადლობა უთხრა TBC ბანკს გაწეული დახმარებისთვის იმიტომ რომ 100 სტუდენტი წინა ხაზე მებრძოლი სტუდენტი ახლა აღარ დარდობს საცხოვრებელზე და სწავლის თანხაზე და ამის უზრუნველყოფა მოხდა და ეს პროექტი გრძელდება და ეს არის სტუდენტები რის ვალდებულებაც აქვს ეს არის პატიმრები და პატიმრების ოჯახები. შესაბამისად ეს არის ის რაც უნდა გავაკეთოთ, მანამდე ჩვენი ვალია რომ გავაკეთოთ. და იმის მიღმა რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ადამიანების და ემიგრანტების და კეთილი ხალხის იმედი, მაგის მიღმა ახლა ალბათ უკვე მოგვიწევს კონკრეტულ ბიზნესებთან მისვლა და იმის თხოვნა რომ რაღაც კონკრეტული ვალდებულება, მაგალითად ახლა სტეფანი ატარებს კონცერტს და აპირებს რომ ჩვენ ფონდში ჩარიცხოს ლელა წურწუმიას აქედანაც უღრმესი მადლობა. ისევე როგორც ნუკი კოშკელიშვილს და იმ ადამიანებს ახლა ვისაც ესე სახელობითად გამოვყოფ ვინც თავისუფლელი შეიტანეს და მადლობა ყველას ლარით დაწყებული 10000 ლარით დამთავრებული ხო ეს არის ხალხის ფონდი კი ეს მთელი ვალდებულებები აქ ამდენი ხნის განმავლობაში სრულდებოდა ხალხით და ასე გაგრძელდება. და მადლობა შენ რა თქმა უნდა იმ კეთილის და უდიდესი საქმისთვის რასაც აკეთებ. და ძალიან მიხარია რომ ერთი გუნდის წევრები მიხარია ძალიან. მიხარია მადლობა. ველოდებით 22 იანვარს ხომ? კი 22 იანვარს ყოველ ოთხშაბათს უკვე ვიქნები უკვე ტელეკომპანია პირველის ეთერში. ჩვენს და კარგის ამოსახლების უდიდესი ნაწილი აუცილებლად შენს გვერდით ვართ იმ კეთილ საქმეში. მადლობა ჩვენს მაყურებელს და ჩვენ თან ერთად იყო და ჩვენ შაბათამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.